არსებობს საათების რამდენიმე კლასიფიკაცია. კლასიკური, სპორტული და ეგრეთ წოდებული რთული. კლასიკურ საათს თეთრი, შავი ან ცისფერი თხელი ციფერბლატი აქვს და ჩვეულებრივ ბრგვალ ან სწორკუთხა კორპუსშია მოთავსებული. კლასიკურისგან განსხვავებით სპორტული მოდელის საათებს დიდი კორპუსი აქვთ, რათა იოლად დაიტიოს ტაიმერი. მაღვიძარა და სხვა ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ტემპერატურის გაზომა, კომპასი და ვიდეო ფოტო გადაღებაც კი. რაც შეეხება რთულ საათებს, მათი მექანიზმი ფუნქციების სიუხვით გამოირჩევა. რთულ საათს დროის სიზუსტესთან ერთად მთვარის ფაზებისა და ვარსკვლავების განლაგების გამოცნობაც კი შეუძლია. მიუხედავად ყველაფრისა, საათები იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: მექანიკური და კვარცული. კვარცული საათები ძირითადად ელემენტებზე მუშაობს. ელექტრონული მექანიზმის კვება სპეციალური ბატარეით ხორციელდება. კვარცული საათები ორ ქვეკლასად იყოფა: ელექტრომექანიკურ, ანუ ისრებიან და ციფრულ საათებად. მექანიკურ საათებში კი გამოიყენება ზამბარები, ბერკეტები, კბილანა. ზამბარა შეიძლება იქოქებოდეს როგორც ხელით, ასევე ავტომატურად. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა. დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი საათი შოპარდია, რომელსაც ალმასები ამშვენებს. მათი მთლიანი მოცულობა კი 201 კარატია. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მაგალითად პოლიტიკოსების უმრავლესობა საკუთარ თავს ძვირფასი საათებით ადევნებს. როგორც აღმოჩნდა, ამერიკის პრეზიდენტი ორიგინალურობით გამოირჩევა. ბარაკ ობამა ჯორჯ გრეის სპორტულ საათს ატარებს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საყვარელი საათი კი შვეიცარიული ბლეკფეინის ფირმისაა. სკანდალებში პირველობას არავის უთმობს სილვიო ბერლუსკონი. მისი ვაჟშერონ კონსტანტინის ფირმის საათი გაზეთების პირველი გვერდის თემად იქცა. ამ საათის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის ექსკლუზიურად ყოფილი პრემიერისთვისაა დამზადებული. ბერლუსკონის მსგავსად რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტიც მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. მიხეილ სააკაშვილი ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც მილანის ყველაზე ძვირადღირებულ უბანში შვეიცარიული საათების მაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც საათების ფასი 2000-დან 50,000 დოლარამდე მერყეობს. საათებზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლით რუსეთის პატრიარქის 14,000 ევროთ შეფასებულ საათსაც, რომელმაც საზოგადოებაში ისეთი სკანდალი გამოიწვია, რომ პატრიარქის ოფიციალური ფოტოებიდან ეს ძვირფასი საათი ფოტოშოპით გააკრეს. თუმცა სასაცილოა, რომ პროგრამისტების მაგიდაზე საათის ანარეკლის წაშლა დაავიწყეთ. თუ ძვირადღირებულ საათებში დიდი არჩევანია, არ იფიქროთ, რომ წარმოებლები იაფიან საათებზე უარს ამბობენ. დაახლოებით ესე 200-300 ლარიან საათებში ჯობია უფრო ელექტროსაათი, ელემენტიანი საათი. ხოლო რაც ძვირია საათი, მაშინ უფრო მექანიკური საათი უფრო ხარისხიანია. მე მიკეთე. ამ საათი გეტყვი. ამ თუჩი უბრალოდ თემი საათები არა.